ძველი საიდუმლო. დემეთ მოდი დამეხმარე აქ დაგეხმარები, მაგრამ სანაპიროზე ვეღარ. ძალიან გთხოვ, გამიგე. რა მოხდა? ვინმე დაგცინა? რამე თქვენს დაგაწყენინეს? მიჩხარი რა ხდება? არავის არაფერი უთქვამს. საყიდლებს მოვაგვარებ. სახლის საქმეებშიც დაგეხმარები, მაგრამ შენთან ვეღარ ვიმუშავებ. გთხოვ, არ გამიბრაზდე. მეც გამიგე. გთხოვ. მესმის შენი. მესმის, მუშაობა რთულია, მაგრამ სათაკილო არ არის. შრომით ნაშოვნი ფული უფრო დასაფასებელია. ცუდ საქმეს ხომ არ ვაკეთებთ? მადლობა ღმერთს, რომ პატიოსნად ვმუშაობთ. ეს ბედნიერებაა, შვილო. კარგი რა, თითქოს მდიდრები სულ პატიოსანი შრომით ირჩენენ თავს. ჩვენ ლუკმა პურისთვის ვებრძვით. მდიდრებმა კი აღარ იციან ფულის სად დახარჯან. რას ვიზამთ? ზოგი იღბლიანი იბადება. ჩვენმა წინაპრებმა დაგვიბარეს, რომ პატიოსნება ყველაზე დიდი საგანძურია. ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ. უფალს მადლობას ვწირა. კარგი. დავალ. დეიდა აიში არ გამოჩენილა? არა. თითქოს მიწამჩაღლება. მაგრამ მაინც მჯერა, რომ ჯანმრთელი დაგვიბრუნდება. არა, არაფერზე იდარდო. ახლა მთავარია მოღონიერდე. ღმერთმა სიკეთე მოგცეთ. ძალიან შეგაწუხეთ. რა შეწუხებაა, შვილო? მთავარია გამოჯამრთელდე. აშკარაა, რომ კარგი ადამიანი ხარ. ბოროტ და ცუდ ადამიანს არ გავხარ. მთელი ღამე ბოდავდი და შვილებს ახსენებდი. ვინ იცის რა დარდს ატარებ? ჩემი ისტორია მძიმეა, დიდედა. გრძელი ამბავია. თხრობა, რომ დავიწყო მოსმენაც დაგხლის. ეს ერთ-ორ დღეს არ ეხება. 20 წლიანი ტანჯვაა. მოკლედ გეტყვი. ცდილობენ, რომ შვილებს დამაშორონ. დამემუქრნენ, ცემეს. მომიტაცეს. ბოლოს კი ჩემი მოკლას სცადეს. მახსოვს, რომ ტყვია მომხვდა და კლდიდან გადავარდი. მერე რა მოხდა, ჩემზე უკეთ შენ გეცოდინება. როგორც ჩანს, შენი ისტორია ასე არ დასრულდება. ბოროტმა ხალხმა როგორც არ უნდა მოინდომოს, უფლისგან დაწერილ ბედის წერას ვერ შეცვლის. ღმერთს კეთილი ხალხისთვის ყოველთვის კარგი უნდა. შენი ამბავიც სასიკეთოდ გაგრძელდება. ძალიან გთხოვ, დამეხმარე. ჩემი შვილი ალბათ უკვე დარდობს. ხმა უნდა მივაწვდინო. არ იდარდო. შვილებს დაუბრუნდები. შენი შვილის ნომერი მომეცი. სეჰერი ჰქვია. ხოლოდ მას ესაუბრე. სხვას არავის ენდო. კარგი შვილო. არ იდარდო.
პირობა მომეცი, რომ ჩემ დაბრუნებამდე წამოდგომას არ ეცდები. წამალი დალია და წამოწექი. ახლა დასვენება გჭირდება. ვიდრე დავბრუნდები გამოიძინე. ბალიშს ავიღებ. მოიცადე? გაგისწორებ. აი ასე. მოდი შვილო. ასე. დაისვენე. აი ასე. აბა, ღმერთი შენსკენ. წამოდი, თუ იტყუები იცოდე მოკლავ. აქ დროის გასაყვანად ხომ არ მომიყვანე. არა, სწორ ადგილზე მოვედით. აქ რა გვინდა? გითხარი ჩინართან წამიყვანე მეთქი. შენ კი შუა ტყეში მომიყვანე. აქ რა მინდა? რაც დედა თქვენმა მიბრძანა ის გავაკეთე. მე უბრალო კაცი ვარ. ლუკმა პურის შოვნა მინდოდა. იცოდე სასტიკად გაგისწორდები, ისე რომ პურის ჭამა დიდხანს ვერ შეძლო. წესიერად მითხარი ჩინარი სად არის? ის ქალი ამ კლდიდან გადავარდა. შემთხვევით მოხდა. მე არაფერ შუაში ვარ, თავისით გადავარდა. რა? გარბოდა. უცებ ფეხი დაუწდა და რა ჩაიდინე? კლდიდან გადააგდე და ახლა უბედურ შემთხვევად ასაღებ? აქ მოდი მეთქი. იცოდე მოგკლავ. ნუ გამწირავ ბატონო. რაც დამავალეს, ის გავაკეთე. სხვა გზა არ მქონდა. რატომ არ გესმით? სხვა გზა არ მქონდა. რა ჩაიდინე? ყველაფერი თქვი. ქალს რა დაუშავე? ახლავე მითხარი. ყველაფერს გეტყვი. არაფერს დაგიმალავ. ოღონდ არ მომკლა. ღმერთო, არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო. მეგონა ყველაფერი დასრულდა, მაგრამ უცებ დახმარების ხელი გამომიწოდე. შემიწყალე ღმერთო. დამიფარე. შვილებს ნუ დამაშორებ და მათ უდედოდ ნუ დატოვებ. ბოლოს აქიდგა. სხვა გზა არ დამიტოვა. უნდა მესროლა თორემ დედა თქვენი მომკლავდა. ვეძახდი, გაჩერდი, ნუ გარბი ხარ მეთქი. მაგრამ არ მომისმინა. ვესროლე და აქედან გადავარდა. სალამ შვიდობისა ძმაო. აქ რა გინდა? ჩემთან ლაპარაკს როგორ ბედავ? აპატია, შეცდომა დაუშვა. შენ ხომ ჩემი ძმა ხარ? აპატია. შევრიგდეთ.
უდანაშაულო არავინაა. რა უნდა გაპატიო? კანონი დაარღვიე და სასამართლოს წინაშე წარსდგები. ისინი გაგშიან. მართალია შევწდი, მაგრამ ეს აღარ განმეორდება, გეფიცები. ტყუილად ნუიფიცებ, შენი არ მჯერა. ფაქტზე რომ არ გამომეჭირე, ვინ იცის სტამბოლში რამდენ სატვირთოს გაგზავნიდი. ყოველდილით პირველს რასაც გავაკეთებ, ის იქნება რომ პოლიციაში მივალ და გამხელ. აქ ბოდიშის სათქმელად და პატიების სათხოვნელად მოვედი. ასე რატომ მეკცევი? ეს არის შენი ძმობა. ერთი შეცდომის გამო ციხეში უნდა ამომალპო? ღირსეული კაცი რომ ყოფილიყავი, ამას არ იკადრებდი. ქონების მითვისებას არავის ვაპატიებ. თუნდაც ჩემი ძმა იყოს. ხვალ პოლიციაში შენ წინააღმდეგ ჩვენებას მივცემ. ციხეში ჩაჯდები. რასიმ, შეცდომა დაუშვი, ვაღიარებ. და გპირდები რომ აღარ განმეორდება. გაიხსენე, ძმები ვართ. ტრობა არ გვინდა. ეს ამბავი მხოლოდ შენ იცი. ეს თემა დავხუროთ და დავივიწყოთ. რომ არ დავივიწყო რასიზამ. თავიდან მომიშორებ? საკუთარ ძმას აშანტაჟებ? რასიმ, წყობიდან არ გამომიყვანო. შვიდად ვისაუბროთ და შევთანხმდეთ. სასაუბრო და შესათანხმებელი არაფერია. ჩემს პოზიციას არ შევიცვლი. დანაშაულის შადენისთვის უნდა დაისაჯო. ახლა კი აქედან გაეთრიე, შენი დანახვა აღარ მინდა. უსირცხვილოდ მოხვედი და პატიებას ითხოვ. შენაირ ძმას ჯობია სულ არ მყავდეს. საბრალო მამა ალბათ საფლავში ვერ ისვენებს. შენი უსაქციელობის გამო. იმედია ციხეში გონს მოეგები. საკმარისია. ციხეში არ წავალ. ჩემი ცხოვრების განადგურების უფლებას არ მოგცემ. რასიმ? რა ჩაიდინე ძმაო? ძმაო? რასიმ? ღმერთმა დაგსაჯოს. ღმერთმა დაგსაჯოს. ჩინარს არც კი იცნობდი. საწყალკალს რას ერჩოდი. ღმერთმა ჯოჯოხეთში გაგამწესოს. წამოდი. იარე, ჩემ წინ იარე. ჩინარი უნდა ვიპოვოთ. მიდი იარე. იარე მეთქი. დაუჩქარე. სად არის? ხომ თქვი გადმოვარდაო? ჩინარი სად არის? აქ იწვა, ჩემი თვალით დავინახე. სისხლში იყო ამოსროლი. უსულოდ ესვენა. ჩინარ. თურგუთი ვარ, სად ხარ? ჩინარ. სად ხარ? ჩინარ. ეს კალი სად წავიდა? ნუ თუ
ძმაო, გთხოვ მიშველე. თურგუც დამეხმარე. ჩინარ, ეს ჩინარისა. მადლობა ღმერთს, ცოცხალია. სადღაც აქვე იქნება. ჩინარ, არ მომკვდარა. ღმერთმა დაწყევლოს. როგორ გადარჩა? ახლა ქალბატონს რა უთხრა? ძმაო, თურგუც. კარგ დღეს გისურვებ შვილო ჰასან. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. რამ შეგაწუხათ? შეიძლება დავრეკო. ტელეფონი მჭირდება. რა თქმა უნდა, ინებეთ. ჩინარ. ჩინარ. ჩინარ, ღვთის გულისთვის ხმა გამეცი. ჩინარ, სათხარ. ჩინარ, არაფერს დაგიშავებ. ნუ გეშინია. ჩინარ. ხო, ქალბატონო, მიპასუხე. დილიდან თვალს ვადევნებ. ვიცოდი რომ კვერცხს დადებდა და სამალავიც ვიპოვე. გინდა ერბო კვერცხი მოვამზადო? ახლა არ მინდა შვილო. მოგვიანებით. კარგი. ღმერთო. ამ დროს განუწყვეტლივ ვინ უნდა რეკავდეს? ღმერთო. ეს კაცი ისევ აქ არის? ფერჰად? რატომ არ გაემგზავრე? რა? თურგუთი მან რას აკეთებს? უკან გამომყვა ქალბატონო. ჩინარს ეძებს. ის ქალი არ დამიმარხავს ქალბატონო. კოდიდან რომ გადავარდა. ჩავთვალე რომ მოკვდა. ბატონმა თურგუთმა სისხლის კვალი და ტანსაცმლის ნაფლეთი იპოვა. როგორც ჩანს, ჩინარი ჯერ ისევ ცოცხალია. რას ნიშნავს ცოცხალია ფერჰად? ხომ გითხარი მის სიკვდილში დარწმუნდი მეთქი? ჩინარი ცოცხალია? გესმის მაინც რას ამბობ? მიმტკიცებდი მოკვდაო. ვესროლე და სული განუტევაო. ეს როგორ? ჩინარი არ მომკვდარა? ჩადენულზე პასუხს აგებ ფერჰად. ამ დანაშაულისთვის სასტიკად დაისჯები. მოგატყუათ? ფერჰათისგან გაქცევას რომ ცდილობდა. ის გველი კლდიდან გადავარდნილა. კლდიდან თუ გადავარდა, ხომ მოკვდებოდა? არ მომკვდარა. კატასავით 9 სიცოცხლე აქვს. თურგუთმა მისი ტანსაცმელი და სისხლის კვალი იპოვა. ერთი წუთით? თურგუთს იქ რა უნდა? ფერჰადს უკან გახვალია. სიმართლის გარკვევა მოუნდომებია. როგორც ჩანს, გადაწყვიტა იმ ქალს უშველოს. თურგუთმა სიმართლე იცის. თურგუთმა ყველაფერი იცის, რაც ჩავიდინეთ. ღმერთო. დავიღუპეთ დედა.
მართო, დამიფარე. იმედია ბებომ სეჰერს დაურეკა. ვინ იცის ჩემ გოგოს როგორი ტყუილი უთხრეს. არ დაუჯერო სეჰერ. არავის დაუჯერო. რაც არ უნდა მოხდეს, არ მიგატოვებთ. იმ ქალს რამდენი სიცოცხლე ქონია. მეტავ კიდე ერთი ტყვია დამეხალა. სად ხარ ჩინარ? დედა, რას ერჩოდი? ამ ქალს ერთადერთი სურვილი ჰქონდა, შვილებთან ყოფნა უნდოდა. ასე რატომ მოიქეცი? ჩინარ! ჩინარ! სად ხარ ჩინარ? ილოცე რომ ჩინარი ცოცხალი იყოს. იმ ქალს რომ რამე მოუვიდეს არ გაცოცხლებ. მანქანაში ჩაჯექი. რა მოხდა? არ გვასუხობს? ალბათ არ ესმის. მოიცადე, გონი მიპასუხა. ალო, შვილო. იხართ. შვილო, დედა დამალაპარაკე. დედას წინავს ვერ გავაღვიძებ. შვილო, ჩინარის გამოვრეკავ. მიდი დედიკო გააღვიძე. გესმის შვილო? ჩინარი ვინ არის? არ ვიცნობ. არ იცნობთ? დარწმუნებული ხარ? გონი შეცდომით დავრეკე. მაპატია ჩემო პატარა. ჰასან, რამდენი გადავიხადო? არაფრის გადახდა არ არის საჭირო. მადლობა შვილო. დალოცვილი იყავი. თქვენს დალოცვილი იყავით. ვისთან დარეკეთ? რამით დახმარება ხომ არ შემიძლია? ხომ მშვიდობაა? არა. ყველაფერი რიგზია. კარგ დღეს გისურვებ. მადლობა. ალბათ მეხსიერება ჯერ არ დაუბრუნდა. არა უშავს, ცოტა მოღონიერდეს და დარეკვას ისე ვცდი. შვილო, ვისალაპარაკე? ვიღაც დეიდამ დარეკა, მაგრამ შეეშალა. სახელი არ უთქვამს? არ უთქვამს. ღმერთო ჩემო, დედასთან დაკავშირებით ხომ არ დაურეკავთ? ალო? რით დაგეხმაროთ? ქალბატონმა ზარიფემ დარეკა. მაგრამ გონი შეეშალა. მოხუცია. ვაპატიოთ. როდის გიხდით? კარგი, გასაგებია. კარგ დღეს გისურვებთ. ახლა რა ვქნათ? თურგუთი რომ დაბრუნდება რა ვუთხრათ? ძალიან უცნაურად იქცეოდა. ახლა მესმის რატომაც. თურგუთ. უნდა მე ვარაუდა რომ იმ ქალის ძებნას თავს არ დაანებებდა. გეყოფარ ძალო. იმაზე ვდარდებ რომ ჩინარის გვამი ვერ იპოვეს. შენ კი გაიძახი თურგუთს რა ვუთხრაო? მართალი ხარ დედა. ნერვიულობის განფიქრის უნარი დავკარგე. ყურადღებას ნუ მომაქცე. დაუმშვიდდები. როგორც ჩანს, კლდიდან გადავარდა. მაგრამ არ მომკვდარა. ალბათ ძალა მოიკრიბა და ხოხვით სადმე თავი შეაფარა. ვფიქრობ ვერ გადარჩება. ღმერთმა გისმინოს. შეიძლება ვინმე მიპოვა. თუ ჩინარი ცოცხალია, პოლიციაში განაცხადებს დედა. საკმარისია. გაჩუმდი. თურგუთმა ჩინარი რომ იპოვოს? იმ ქალმა კუდრეთზე სიმართლე რომ უთხრას? მართო, როგორმე უნდა
დამშვიდდე. ეს ხალი თავიდან ვერ მოვიშორე. რატომ არ კვდები ჩინარ? სული. როგორც ხვდები, სტამბოლში ცხოვრებას არ აპირებთ. იმედია ხშირად გვესტუმრებით. ასეა, თავში რამდენიმე ვერსია მიტრიალებს. ნახოთ, რას გადავწყვეტ. როცა ახალგაზრდა ხარ, ოცნებებს მიხვები. ფიქრობ, რომ სოფლიოს შემოივლი. ჩემს სასაკში კი სახლიდან ოფისში მისვლას წარმოუდგენელ გმირობა დეჩვენება ადამიანს. ამას ნუ ამბობთ მასწავლებელო. მშვენივრად გამოიყურებით. თანაც ოცნებების ასრულება ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია. ამას ხომ თავად გვასწავლედით. ასე გეუბნებოდით? ქალბატონო ესმა, კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. კეთილი იყოს. ქალბატონო ესმა, ეს ჩვენი მასწავლებელია. გაიცანით. ესმა ჰოირაზე. უნივერსიტეტიდან ჩვენი საყვარელი მასწავლებელია. მე და იფექს ძალიან გვიყვარს. სასიამოვნოა. ჩემთვისაც. მასწავლებელო, ომერი როგორი მოსწავლე იყო? ძალიან ბეჯითი და ჭკვიანი. მაგრამ მხოლოდ ჭკუა საკმარისი არ არის. სამართლიანიც უნდა იყო, რომ ადამიანის დახმარება შეძლო. მადლობა ღმერთს, ომერს სამართლიანობაც არ აკლია. გმადლობ მასწავლებელო. ქალბატონი ესმაც ბეჯითია. ახლა ხანს გამოცდები წარმატებით გადალახა და სასწავლებლად ინგლისში მიემგზავრება. ძალიან კარგი. ხოჩაღ. ბიძიას არ უნდა რომ წავიდეს. ბიძამისი ჩემი სიძია. ბავშვობიდან მფარველობდა. შეიფარა და ყურადღებას არ აკლებდა. ბიძიას არ უნდა რომ წავიდე, რადგან ოჯახისგან შორს ვიქნები. თქვენთან შეხვედრამ ძალიან გამახარა. თქვენის ნებართვით წავალ. საქმეს უნდა მივხედო. რა თქმა უნდა, შვილო. აქედანვე წარმატებას გისურვებ. ძალიან მამაცი გადაწყვეტილება მიგიღია. დარწმუნებული ვარ, მიზანს მიაღწევ. სხვების აზრს გულთან ნუ მიიტან. შენს ოცნებას მიხევი. მადლობთ. ზარიფი მოვიდა. მე ვარ შვილო, მე. რა მოხდა? სეჰერს ელაპარაკე? უთხარი რომ ცოცხალი ვარ. ტელეფონზე პატარა ბავშვმა მიპასუხა. დურუკი. დურუ ჩემი შვილიშვილია. ბავშვს შენი სახელი ვუხსენე, მაგრამ ჩინარს არ ვიცნობო. არ იცის რომ ჩინარი მქვია. აი შესმეძახის. ნეტავ სეჰერისთვის დაეძახა. საიდან უნდა მცოდნოდა შვილო? დედას წინავსო და აღარ შევაწუხე. არი დარდო. ცოტას დავისვენებ და ისევ წავალ. ეს ქალი ცოცხალიც და მკვდარიც ჩვენი პრობლემაა. თავიდან უნდა მოვიშორო. არ გაცოცხლებ ჩინარ. ვიდრე შენს ბოლო ამოსუნთქვას არ ნახავ. თავს არ დაგანებებ. თუ საჭირო იქნება, შენი გვამის გაღრწნასაც დაველოდები. ფეხს არ მოვიცვლი. ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან. ვინ რეკავს? შენ გეკითხები, ვინ რეკავს? ნიშნულოვანი არავინ. არაფერი დაშავდება თუ არ ვუპასუხებ. უპასუხე, მიდი უპასუხე. მოგვიანებით დაურეკავ ბატონო. საჩქარო არაფერია. ლაპარაკს გამიბამს და აღარ გაჩუმდება. მომეცი. დედა. უპასუხე. მიდი უპასუხე. მისი ხმა მომასმენინე. ალო? სად ხარ ფერჰად? რატომ არ მპასუხობდი? ჩემი შვილი შენთანაა? ხმა მოიღე. ჩუმად რატომ ხარ ფერჰად?
ქალბატონო, ჯერ ვერაფერი ვიპოვეთ. ძებნას ვაგრძელებთ. ცოცხალია თუ მკვდარი ჯერ ვერ გაარკვიეთ? ჯერ ვერა. დიდი ალბათობით ცოცხალია. გვამი ვერ ვიპოვეთ. დედა, კარგად მომისმინე. სადაც არ უნდა წასულიყო, ჩინარს აუცილებლად ვიპოვი და შვილებთან დავაბრუნებ. გასაგებია? ის მკვლელი აქამდეც უნდა მომკვდარიყო. თავს ტყუილად ნუ იწუხებ შვილო. ის ამას არ იმსახურებს. თუ იპოვი, დახმარება არც გაბედო. შურისძიების სურვილმა დაგაბრმავა. შენს გადარჩენას ვცდილობ და ამასაც ვერ იაზრებ. მინდა რომ ეს სოდვა აგარიდო, მაგრამ ვინ მიფასებს? შენი დახმარება არ მჭირდება. ეს ჩემი საქმეა. ამ ცოდვას სიამოვნებით დავიდებ. დამელოდე, გზაში ვარ. ყველაფერზე პასუხს გაგებინებ. ყველაფერზე. წესიერად მელაპარაკე. შენ ვინ ხარ რომ პასუხი მაგებინო? ხომ არ გავიწყდება ვის ესაუბრები? ტონი სწორად შეარჩიე, როცა მელაპარაკები. შუა ლაპარაკში გამითიშა, რამდენს ბედავს. მობრძანდი. ნახოთ ვინ ვის მოსთხოვს პასუხს. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım seni. Gözyaşların hiç değmesin kurumuş toprağa.